არაფერს. ასეთ ნაბიჯებს ვერ გავიხსენებ, იმიტომ რომ პირიქით პოლარიზაცია და დაპირისპირების სიმულაციის შექმნა TV იმედის ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტული ხაზია, ხო ასეა. ისინი ცდილობენ თქვან, რომ არის ორი დაპირისპირებული მხარე საქართველოში. სამდროში არავითარი ორი დაპირისპირებული მხარე არ არის. არის მათი ამორჩეველი უმცირესობა და ამას ბევრი კვლევა აჩვენებს, ხო, 25-30%-აო. ეგზიტ პოლებიც ამას ამბობდნენ არჩევნების დღეს. ეს არის ხალხი, რომელიც რამდენიმე ჯგუფად იყოფა, ან ხეირობს ქართული ოცნების კორუფციული პოლიტიკით, ან დამოკიდებულია პროპაგანდაზე, ამის მსხვერპლია. და მათაც უნდა ქონდეთ არსებობის უფლება, პროპაგანდისგან რო გათავისუფლდებიან, კიდევ უფრო შემცირდება ამ ხალხის რაოდენობა, მაგრამ ისინიც უნდა იყვნენ. უბრალოდ კიდე ერთხელ შემოვიყვანოთ ეს კითხვა, რატო არ შეიძლება ისინიც იყვნენ და სხვაებიც ვიყოთ კარგად? რატო უნდა ჩაგროს ქართული ოცნების ძალამ ყოველდღიურად ჩვენ? ქართული ოცნების გამოგონილი და შექმნილია პოლარიზაცია. ამაში მე არ მოვიაზრებ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პარტიების მიმართულებით, ხო, რომ ყოველს ნაცს ეძახიან მის მაგალითად პროტესტებს. აი მაგალითად მათი ჰომოფობიური კამპანიაც არის ზუსტად პოლარიზაციას დამყარებული, ხო, ამ პრინციპზე უნდა და რაც შეიძლება მეტი შუღლის რაღაც დაპირისპირების გამაღვივებელი დისკუსია წამოჭრან ძალიან უკონტექსტოდ, ძალიან დამაზიანებლად, იმისთვის რომ ამან გამოიწვიოს დესტრუქცია. არაფერს აკეთებს ქართული ოცნება პოლარიზაციის შესამცირებლად და აკეთებს ყველაფერს მის მაქსიმალურად გასაღვივებლად.